კიდევ ერთხელ დილომშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც უყურებთ რუსთავი 2-ს და რა თქმა უნდა გადაცემას დილომშვიდობისა საქართველო. ეს არის პროექტი უსმინეთ ცოცხალს და დღეს წარმოგიდგენთ ჯგუფს პორნო პოეზია, რომელმაც შემოგთავაზეს ძალიან ლამაზი კომპოზიცია ჩემი ძმისია. მაშას ეხლა გავარკვევთ თუ რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, თუმცა თქვენ მათ წევრებს დარწმუნებული ვარ ახლოს კარგად იცნობთ თუნდაც გასული სეზონიდან, ხო? წარმოგიდგენთ თორნიკეს, თორნიკე პორნო პოეზია არსებობს სულ რაღაც წელიწად ნახევარზე ცოტა მეტი შეიძლება ითქვას რა და რა ვიცი უკრავთ და რაღაც წარმატებას მივაღწიეთ უკვე კლიპი გვაქვს რაღაც ალტერვიჟენზე გავიდით რაღაც მოკლედ რა ჯერჯერობით მივდივართ კარგად კარგი სტარტია ესე ვთქვათ რა მე ვიცი რომ თქვენ უკრავთ ქავერებსაც იმიტომ რომ 1-2 მინახი ხართ შარდენზე კლუბში როცა უკრავთ ცნობილი ბენდების ცნობილ ჰიტებს მაგრამ გაქვთ რამდენიმე კომპოზიცია რომელიც უკვე თქვენს მიერ არის შექმნილი ხო მათ შორის ეს მარტო იმიტომ უკრავთ ქავერებს მარტო იმიტომ რომ ჩვენი კომპოზიციები არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა ჯერ სულ რაღაც 7 სიმღერა გვაქვს თუნდაც იმიტომ რომ ალბომი გამოვუშვათ ხო თუნდაც მაგიტომაც არ უშვებთ ალბომს პრინციპში რა ვიცი საერთოდ საქართველოში დიდი აზრი აქვს თუ არა კიდე სხვა საკითხია მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ ჟანრობრივად სხვადასხვა მუსიკას წერთ და ქმნით ხო რა ვერ ჩამოყალიბდეთ ჯერჯერობით რა ჟანრში ცოტა ესეთი სიტუაცია გვაქვს რა ნუ როცა ჯგუფი იწყებს პატარაა ჯერ ესე ვთქვათ წელიწად ნახევრის ხო პატარაა ჯერ რა მინდათ რომ მოსინჯოთ სხვადასხვა ჟანრები სხვა რაღაცებს სინჯავთ ეგრევე რაღაცის დაკვრა ადვილია მაშინ როცა გავლენის ქვეშ ხარ თქვა თავიდან ვიცი რომ მე ვარ მეტალისტი და მინდა მეტალი და მეტი არაფერი თქვა რა სხვა რაღაც ელექტრო და მაინც რა გსურთ რომ ეკვეთ ერთად შეიკრიბეთ 6 ბიჭი გვინდა ქართულად ვიმღეროთ აუცილებლად შევქნათ რაღაც ახალი ქართული მიმდინარეობა რა პორნო მუსიკა ქართული პორნო მუსიკა ქართული და ის კომპოზიცია რომელსაც ახლა რამდენიმე წამში დაუკრავენ რუსთავი 2-ის ერთგული მაყურებლისათვის დაწერა სულხანმა თვითონ ტექსტი ეს ქართულენოვანი ტექსტი და სიმღერას ქვია ჩემი ძმისია ეს სიმღერა შენი ძმის დაწერილია თუ ეს სიმღერა მიუძღვენი უბრალოდ შენ ძმას ან ძმებს ორი ძმა მყავს და მათი მხელ ამაგი აქვს ჩემზე რომ ეკუთვნოდათ ჩემგან ერთი სიმღერა. აი ეს სიმღერა. კი, ორივეს და კუპლეტებშიც ის არის, რა ქვია, ერთი კუპლეტი ერთი ძმისია, მეორესია. და თქვენი რა არის? ჩემი სიმღერა. უბრალოდ შენი სიმღერა და შენ ძმებს მიუძღვენი. რატო გაბრაზებენ ხოლმე? ხო, ახლა ვის არ აბრაზებს ძმა უფროსით ან მით უმეტეს ორი. და მოწონთ ის სიმღერა რომელსაც ახლა შეასრულებთ. კი ყველაზე კარგი საბოლოო ჯამში ის აღმოჩნდა რომ ყველაზე დიდი კრიტიკოსები ზუსტად ნერვებს რატომაც მიშლიან ჩემი ძმები ძალიან მაყოფილები არიან ძალიან მაყოფილები რა თქმა უნდა არ არიან იმიტომ რომ მაინც პირველი სიმღერაა ჩემი და ძალიან მოსწონთ კი და მე ამის რა ვიცი ძალიან მიხარია რომ აი ჩემი მართლა პირველი კრიტიკოსები არიან ჩემი პირველი სიმღერით მაყოფილები მე დარწმუნებული ვარ რომ ნერვებს არ მოუშლი ამ სიმღერით შენ ძმებს და არ მოუშლი რუსთავი 2-ის ერთგულ მაყურებლებს ნერვებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ნერვების მოშლის გარეშე ჯგუფი პორნო პოეზია და სიმღერა ჩემი ძმისია მაშაზე შევეგებოთ და გთხოვთ ბიჭებო 6 ბიჭი თქვენთვის დაუკრავს ძალიან ლამაზ თემას ჩემი ძმისია
პორნო პოეტრი, ჩემი ძმისია, ის კომპოზიცია, რომელიც დილიდანვე იგემეთ ქართული ფილმის ხმისჩამწერი სტუდიიდან. დიდი მადლობა თქვენ რა თქმა უნდა ყველას 6-ვე ბიჭს, იმისთვის რომ ესეთი პორნო პოეტური და პორნო პოეტრული დილა გვაჩუქეთ. ნუ მე პრანჭები. გემშვიდობებით უკვე ხვალამდე, ხვალ დაგიბრუნდებით ისევ და ისევ აქ ქართული ფილმის ხმისჩამწერი სტუდიიდან. პორნოგრაფიული თემა უკვე ხვალ აღარ იქნება და წარმოგიდგენთ ჯგუფს Shadows Eye. დაგველოდეთ ხვალ დილით ისევ და ისევ პროექტში უსმინე ცოცხალს.